ძალიან აქტუალური და დროული აღმოჩნდა გადაცემა სახალხო კონტროლი. ვნებათა ღელვა არც ხრება ჩვენი რეპორტაჟების ირგვლივ. განხილვა სოციალურ ქსელში, ასეულობით წერილი ჩვენი მისამართით. სრულიად საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები დახმარებას გთხოვენ. თმის მოწესრიგება ხდებოდეს სამზარეულოში. ეს იატაკი საწმენდი ტილოებია? ვის გაგვიგიდით ახლა ყველას? საიმედო ვწიდულობთ ჩვენ შინაურებისგან ავადმყოფისგან, იმიტომ რომ ჩვენს ვჭამთ. ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ლიზა ვადაჩკორია და ქვეყნის მთავარი კონტროლიორი მადონა კოიძე. მადონა, ის წერილები, რომელიც ჩვენ მოგვდის და ჩვენ თითოეულს კითხულობთ, შეიძლება ყველას ვერ ვუპასუხეთ, მაგრამ აუცილებლად ვინიშნავთ. გეგმას ვადგენ, რამოდენიმე ადამიანი მუშაობთ წერილებზე და ძალიან გვიჭირს პასუხისგაცემა, იმიტომ რომ უამრავი წერილი მოდის და მართლა ყველა გთხოვს. მაგრამ უყურადღებოთ, არავინ გრჩება. ყველა გთხოვს დახმარებას. და სხვათა შორის ძალიან დიდი ნაწილი გწერს საცხობებზე და საკონდიტროებზე. ამიტომ დღევანდელი გადაცემა დაეთმობა საცხობებს და საკონდიტროებს. დღეს სახალხო ექსპერტების როლში არიან მომღერალი ქეთი ფარისაშვილი და ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი ნაზღაიძე. საცხობები ხაშურში გზის პირა საცხობები. ეს არის ხაშურის საცხობები, სადაც ხშირად ხაშურელები, რა თქმა უნდა, მგზავრები და ბავშვებიც კი შედიან იმისთვის, რომ დააგემოვნონ ხაჭაპური ან ღვეზელი. პირადად მე მომდის ესეთ ცოტა ამჟავებული ცომის სუნი და მან და მაინც არ მომწონს. თუმცა გემოზე არ ვიცი როგორია. შედეგებს უკვე მადონა გამოიტანს. სახალხო კონტროლი უკვე ხაშურშია. ყველა იმ ობიექტს ნახავთ, რომლის შესახებაც თქვენ მომხმარებელო მოგვაწოდეთ ჩვენ ინფორმაცია. აბა წავედით. გვაინტერესებს რამდენად ხარისხიანად და უვნებლად ამზადებთ ჩვენთვის პროდუქტს. პირველ რიგში, ეხა მე რაც არ მომწონს თქვენთან. აი მე როგორც მომხმარებელი შემოვედი ჩვეულებრივად აი პალტომაცვი არანაირი დაფარვა არა მაქვს და ფაქტიურად მაქვს მარტივი წვდომა მზა პროდუქტებთან. ქუჩიდან შემოსულმა ადამიანმა, როდესაც აი მტვერი არის, მით უმეტეს წვიმიანი ადგილი, ხო შეიძლება აი შემოიტანოს სიბინძურე და უკვე აი ეს პროდუქტი, რომელიც არც გადაფარებული არ არის, დაცული არ არის, მარკირებული არ არის, აი ასე რეალიზაცია თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სწორია? რა თქვენ დაასახელეთ არ არის სწორი, რა თქმა უნდა. აი მზა პროდუქტთან, როდესაც აქვს წვდომა ნებისმიერ შემოსულ ადამიანს, ალბათ სადიზინფექციოც უნდა იყოს. მას სურსაცუნებლობაც დამიდასტურებს. ჩვენ მიცემული ქონდა მითითება, რომ სადეზინფექციო ხალით უნდა მოთავსებულიყო, ანუ დეზობარიერი. გადამოწმებაც იყო დაახლოებით 2 თვის ჩატარებული და იდო სადეზინფექციო ხალიტა, ანუ დეზობარიერი სატომ არ არის. ანუ დეზობარიერიც არ არის. კარგით, მაგას მე ვნახავთ. მე მზად ვარ, წავედით. სურსათის ეროვნული სააგენტო, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად არის. აბა ვნახოთ. პირველი. ეს არ არის დეზობარიერი. და ნაგავი ცელოფნის პარკში, ანუ ფაქტიურად დაუცველად. გამწოვი ჩართული არ არის, ეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა. აქაც ტვერს და სიბინძურეს ფაქტიურად ვუყურებ. არის ტვერი. ტვერი არის, თბილი წყალი და ცივი წყალი არის, ვუყურებ, რო არის, ფაქტიურად ხელსახოცი არის. ნიჟარა
ფაქტიურად სუფთაა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. ძალიან ხშირად მე მხვდება აი ასეთი ფუნჯები, რომლითაც ხდება ფაქტიურად, აი ნახეთ, უკვე ხაჭაპურზე გადასობა კვერცხის და ნაზავის. რამე შეხებაშია სურსათთან, უნდა იყოს სურსათთან დასაშვები. ეს ყოველად დაუშვებელია ამის ხმარება. და აი ასეთი ღრუბელით დასუფთავება ეს კაი არ აუშავს, ეს უფრო სუფთაა და ეს გადასაგდებია, ეს გადააგდეთ და აღარ იხმაროთ. აი ნახეთ, იგივე არის, აი ზეთში არის მოთავსებული ფუნჯი, აი ნახეთ და რა შავია და რა მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, დარღვევა და ყოველად დაუშვებელი. და აი ამ იატაკის დასუფთავება არის შესაძლებელი? და როგორ უნდა გახედოთ ხოთ, როდესაც აი დარღვეულია მთლიანობა იატაკის, ეს როგორ უნდა დასუფთავდეს? კი ბატონო, იატაკის მთლიანობა დარღვეულია, უნდა იყოს ერთგვაროვანი და ადვილად გასაწმენდი, სხვა დეზინფექცირებადია. დეზინფექცია აქ როგორ უნდა ვერ მოხდეს? ვერ გაკეთდება იატაკი, თუ არ შეკეთდა დეზინფექცია ვერ მოხდება. ფაქტიურად აი კედლებს მე უყურებს, სუფთაა, მაგრამ აი ხა მე რაღაცას გამოვიყენებ და ეს არის თუ არა მტვერი ნახო. ეს არის ნახევრად დასუფთავებული ტერიტორია. აი აქაც ჩამრთველები უნდა იყოს დასუფთავებული. აი ეს რო ჩამოვარდება, ეხა ჩავარდება ცომში. სხვა გასაწავა. აბა რა ხდება აქ? ტერიტორია არის სუფთა, თუმცა რაღაცეები მაინც არის. ცოტა რაღაცები. ჯერ პირველ რიგში ეს რაც არის ჩვენთვის საინტერესო, მოდით ნახოთ გამწოვი. კამერას ვთხოვ რომ შემინათოს. გამწოვი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის. ნუ აი ეს ფაქტიურად ჩათვალეთ რომ არაფერი არ არის. ეს არ არის ესეთი დარღვევა რომ რაღაც კოშმარი იყოს. დეზობარიერი ფაქტიურად როგორც მე ვუყურებ, ვერ იცავს თქვენ ტერიტორიას, იმიტომ რომ აი ნახეთ ფაქტიურად ჭუჭყი მაინც იატაკზე ისე თუ ასე არის. ნახოთ რა ხდება მაცივრებში. ეხლა მე მარკირებას ისედაც უყურებ, არ არის და ამაზე აქცენტს ნამდვილად არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ მარკირება სავალდებულო არის და ამაზე დიდ დროს არ წავიღებ, მაგრამ რაც მე არ მომწონს, მაცივარი უნდა იყოს სათანადოდ დასუფთავებული, აუცილებლად და აი ნახეთ. აი ნახეთ, როგორი ჭუჭყია, აი ნახეთ. აი ეს. ყველა დაუშვებელია, აი ესეთ მდგომარეობაში იყოს მაცივარი. აი მე ნამდვილად აი ამას აი ეს არ მომწონს. აი ნახეთ. გახსნილი კარაკი დევს და აი თვითონ მაცივარი როგორი აი ჭუჭყიანია ნახეთ. აი ედება ფაქტიურად კარს. აი აქ არის ხორცი დამზადებული და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნამდვილად დაუსვამ კითხვას რომ აი როგორ უნდა გავიკოთ ეს როდის არის დამზადებული, ფაქტიურად შეუძლებელია და მარკირება უნდა ხდებოდეს. აი ეს როგორ მოგწონთ, კიდე მართალია გადაფარებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ძირით რომელიც იდება მაგიდაზე და კიდე სადღაც უკვე პროდუქტზე იყოს დადებული ზევიდან, ალბათ ჰიგიენის თვალსაზრისით ნამდვილად მიუღებელია. საყინულეში არის პარკებში განთავსებული, თუმცა პარკებში არ შეიძლება ყოველად დაუშვებელია და შეცვალეთ. ან კონტეინერებში. აი ეს უკვე ან აი ასეთ მდგომარეობაში არის ხორცი და აი ასეთ მდგომარეობაში არის აი მაცივარი. აი ამის დასუფთავებას არ უნდა ნამდვილად დიდი დრო და აი ესეც აი რამდენად დასაშვებია ეს არ ვიცი. ფარდები უნდა ჩამოხსნათ, ფარდა აი ეს არის ფაქტურად მტვერის ბუდე და აი აქაც ალბათ დასალაგებელია ცოტა უფრო, იმიტომ რომ აი მე აქაც მტვერს უყურებ. აი ეს არის ყოვლა დაუშვებელი. მოწესრიგება ხდებოდეს სამზარეულოში და ამისთვის იყოს პირობები შექმნილი, ჩემთვის დაუშვებელია.
რატო არის საჭირო რომ ნატურა აუცილებლად იყოს პლაფონში განთავსებული. შეიძლება ნატურა გასკდეს და შუშის ნაწილაკები მოხვდეს საკვებში. როდესაც აი აქ ხდება ცომის დამუშავება, არანაირი გარანტია არ არის რომ აი ამ კუთხე არ დააბინძუროს ფაქტიურად მზა პროდუქტი. ნუ ეს ყველა ეთყობა საცხობის სენია. და ყველა ხმარობს აბსოლუტურად, ანუ იმის გათვალისწინება, რომ ეს არის საკვები პროდუქტებისთვის დაშვებული თუ დაუშვებელი არ ხდება. ნუ ესე ძალიან პატარა ობიექტია. აქედან გამომდინარე. ეს იატაკის საწმენდი ტილოებია? მე იატაკის თუ არის სამზარეულოში, აი ეს იატაკის ტილოსი, ნუ ადგილი არა გაქვს, ეს არ არის გასასამართლებელი ფაქტიურად. ეხლა ესეთი ფინძური წყალი და ფინძური ტილო სამზარეულოში, რა ვიცი, მე მაგალითად არ მიმაჩნია სწორად და ალბათ უნდა არსებობდეს დასალაგებელი ინვენტარისთვის სახე სათავსი, რომელიც გამოყოფილი იქნება წარმოების ოთახისგან. და არავითარ შემთხვევაში თვითონ უშუალოდ იქ სადაც ხდება წარმოება. ისე რომელი გიყვარს, ლობიანი თუ ხაჭაპური თუ ღვეზელი? ლობიანი. ზამთარი გიყვარს? კი. კაი, მიდი აბა მაშინ აღარ შეგაწევ. რა ხდება, როგორ მიდის ვალუტის გაყიდვის საკითხები? ხაშურში. თქვენთან როგორი კურსია? ისე რა ხდება ხაშურში? გზები გაქვთ ცუდი, მე ვატყობ. აი, აქ იყო ხოლმე ადრე ნიშანი გაჩერების. მაგრამ შეჩერება შეიძლებოდა. ეხლა ამ ხელა ობიექტებია, ხო, არიან საწყობები კი. მანქანას აჯარიმებენ ყოველ 5 წუთში გაჩერდეს მანქანა და აჯარიმებს და თუ საშუალება იქნება ეს დაბრუნონ ეს ნიშანი. ხო, მაგრამ ეს ხო დასავლეთის გზა და ალბათ უშლიდა ხელს. წყალი უნდა, ზოგს აფთიაქში უნდა როებიდოს შესვლა ხო და შეჩერება უბრალოდ მანქანა არ გამოწოს, შეაჩეროს და კიდე რა აკლია ხაშურს, აი სიცოცხლე გააქვთ? აი თბილისი ნელ-ნელა სიცოცხლით ივსება და ხაშურშია სიცოცხლე ნაკლებად აი როდესაც ავტობანი გავა ანუ ხაშურის გავლით აღარ იქნება და ანუ გვერდსაულის მერე რა იქნება მერე იქნება ალბათ მკვდარი ქალაქი ეს ცუდია ძალიან ცუდი იმერეთის ქუჩაზე ანუ გზა რომელიც მიდის იმერეთისკენ და იმერეთის ქუჩაზე მდებარე საცხობები და ასევე სხვადასხვა საწარმოებები და მაღაზიები ითხოვენ აი აქ ნიშანი დაგვიდგით რომ შეჩერება შეიძლებოდესო ნუ ქუჩას თქვენ თვითონ ხედავთ როგორი ქუჩაა ხაშურში მე მგონი კომენტარების გარეშე ეს არის მესამე ობიექტი, სადაც შევდივართ და მე მზათა ვარ ბახილებით, ფორმაში ვარ, აუცილებლად ხელთათმანები მაცვია და შევდივართ. ვნახოთ რა ხდება. პირველი ის არის, რომ ნახეთ იატაკი რა მდგომარეობაშია და დეზობარიერი არ არის. დეზობარიერი არ არის და აქაც იგივე მდგომარეობა, პირდაპირ გამოფენილია პროდუქტი, მომხმარებელი შემოდის და მომხმარებელს შეუძლია თავისუფლად არჩიოს, შეეხოს პროდუქტს და ასე შემდეგ. აქ არანაირ დეზობარიერზე საუბარი არ არის, ფაქტიურად, აი ხედავთ პირდაპირ თავისუფალი წვდომაა ქუჩიდან, კედლები არის საკმაოდ დაუსუფთავებელი და წყალი საერთოდ არ არის. ანუ ეს არის მეტაფორია, ხელის დაბანა აქ როგორ შეიძლება ამას ვერ გეტყვით. პროცესი მიმდინარეობს ძალიან მოდის. თქვენ ხო აცხობთ, ხელები ხო უნდა დაისუფთავოთ პერიოდულად. მე ამას როგორ ახერხებთ? შემოვიდა. გვაქვს წყალი ქუშინ გაგვიდა. სადა გაქვს წყალი? ბატონი ისადა იმას დაელაპარაკეთ. აბა რომელია? აქ უკვე კრიტიკული შეუსაბამობაა, იმიტომ რომ წყალი არ არის და მომსახურე პერსონალი გვეუბნება, რომ გადის გარეთ, აი გადის ამ გზას. აი და გარეთ არის. და გარეთ საკმაოდ ნახეთ ისეთი ჩვეულებრივი ეზოა. ტვერიანი და აი აქედან აქ დაისუფთავებს ხელებს და მერე შემდეგ ჩვეულებრივი დეზინფექციო ხალიჩის გავლის გარეშე ჩვეულებრივად შემოდის ისევ საამქროში და აქ აგრძელებს ცხობას.
ძალიან მნიშვნელოვანია. სამქროში უნდა იყოს წყალი და მომსახურე პერსონალმა უნდა შეძლოს ხელის დასუფთავება. ჩვენ ვარ შემოსულიყავით დარეკვას არაპირებდით? ჩვენი შემოსვლა არის საჭირო? რომ წყალი მოაწესრიგოთ და ხელი დაიბანოთ? მაცივარში არის სოსისები მარკირების გარეშე, აქვე არის ყველი აი დაფარვის გარეშე, ნახეთ, აი ნახეთ, როგორ არის, აქ ძალიან სივიწროვეა. და თქვენ აი რამდენად სწორად მიგაჩნიათ ფაქტიურად აი აქ ღია მდგომარეობაში არის ხაჭო და ყველი და ზევით არის განთავსებული პროდუქტი. აი გამოღების დროს მტვერი ხო ცვივა? რა თქმა უნდა, კი, მტვერი ცვივა. უნდა იყოს დახურულ კონტეინერებში, რადგან არ მარკირებული, რადგან არ მოხდეს დაბინძურება. მზა პროდუქტი და ჩანთები. აქ არის კრიტიკული შეუსაბამობა. ჩვენ ნახეთ, რომ ობიექტში წყალი მოდიოდა. კედლები ჭუჭყიანია, სადეზინფექციო ხსნარებს საერთოდ არ ხმარობენ, ვერ ნახეთ. და ნახეთ, აი რამდენი აბლაბუდებია. ნახეთ. აი ნახეთ, დასუფთავებული არ არის, ანუ კრიტიკული შეუსაბამობა და ობიექტს უჩერდება ფუნქციონირება. მე კიდე ერთი რამ არ მომწონს, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, ეს არის აი ნახეთ, აი იატაკი. იატაკი არის დაბინძურებული, ფაქტიურად დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა მისი რესხვა დეზინფექცია, გაცხიმოვნებულია და არსებობს მიკროორგანიზმების განვითარების საფრთხეც. აი შეხედეთ ქუჩას, აი კიდე მოდის ეს ყველაფერი. ქალბატონო, ქუჩაში რაც მე ვიცავ, შეგით რაც შეიძლება იმის აი ახლა ვუყურებ, რომ გავიდა ქალბატონი მცხობელი, ჩავიდა ეზოში, დაისუფთავა ხელი და შემოვიდა სამქროში. არ არის ქალბატონო ეს სწორი. არ გასცემი მანდ წყალი ახლა არა მოუში. მოვიდა ხელი არ დავგანია, რას გამოგადა. ანუ თვითონ ვიაღიარებს, რომ ხელს ვერ ისუფთავებს. როგორ ვერ ისუფთავებს? არ მოდის წყალი, გოგო, ნახე მაზრე, წყალი არ მოვიდა. გამსდარია. ქალბატონო, თქვენი სახელი მითხარით, როგორ მოგმართ? და გადავკეთე და მყავს გამოძახილი რომ უნდა მოვიდეს და გააკეთო. ქალბატონო, მარტო შიგნით კი არა, აი თვითონ ობიექტზეც ძალიან აი ნახეთ როგორი მტვერია. აი საფეთქით მინდა დავაფიქსირო აი ეს სიტუაცია. აი და თქვენ თulit რომ ეს ნორმალურია? და ეს არის არ არის ნორმალური, რასაც ეხლა წალახია და ის მტვერი სული შიგნით შემოდის. ხო, გადამიყეთ მე. ყველი საიდან მოგვაქვს და ყიდულობთ ყველს. არა ფიქრის ყველში. ვის გაწვიდით ახლა ყველს? კეთილ საიმედოობის დამატებული დოკუმენტი. ყიდულობთ ჩვენ შინაურებისგან ავადმყოფისგან, იმიტომ რომ ჩვენს ჭამთ. ყველის დოკუმენტი. აქ ვერავინ ვერ გაჩვენებს. ბრუცელოსზე მაინც კი ბატონო, თუ არ გაჩვენებს უწევს. თუ არ გაჩვენებს ვერავინ და იმით როგორ არ გაჩვენებს? მთელი საქართველოს მასშტაბით მიდის ბრუცელოზი აცრები და ვიცი უნდა იყოს შემოწმებული მე ყველაზე მეტად ვარ მაგი დაინტერესებული რომ მე შვილიშვილებს ვაჭმენ პირველ რიგში აი როდესაც დახლებზე აი ესეთი მდგომარეობა გაქვს მტვერი არის და თქვენ თვითონ აღიარეთ რომ ქუჩიდან შემოდის მტვერი აი მე ხა მაგალითად ძალიან მიყვარს ჩურჩხელა მაგრამ არა მაქვს სრული რომ აი აქ ჭამო ჩურჩხელა და რატო ის არც იყიდებ ეს არის ხმელი ადამიანის დოვინდელი უბრალოდ დარჩა ასე ამას არც არავინ შეჭამს არც არავინ იყიდის არც ეს გაყიდვაში აღარ აქვს თილა და არც ისე ხმელი არ არის ქალბატონო როგორ არის ხმელი ვერ დაღეჭავ ისეთია რეზინა არა მე ნამდვილად არ დავღეჭავ და ნამდვილად არ შევჭამ იმიტომ რომ სურვილი არა მაქვს სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას ანუ კონტროლს და ჩვენ გავაგრძელებთ გზას წავედით ეს იყო ხაშური საცხობები და მარკეტები მადონა მე მაგალითად ამანერვიულა და ამაღელვა ცოტა ყველმა ხო იმიტომ რომ მეცა ეს სუნი ამჟავებული ყველის სული და აღმოჩნდა რომ ყველზე საბუთი არც არსებობს და ნუ სადღაც ვიყიდე მოვიტანე და ვყიდი პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ გლეხის წარმოებულ ყველზე 2020 წლამდე არ უნდა იყოს საბუთი მაგრამ თუ კი არის ნაწარმოები
ქარხანაში მოწესრიგებულ წარმოებაში იქ აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტაცია რო იყოს. ეხლა მიიღეს ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, რომ თუ კი მაღაზიაში იყიდება ყველი, მას ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ქალბატონი პირდაპირ ამ შინაურებში ვიყიდებ. ყველი საიდან მოგვაქვს და ვყიდულობთ ყველს, რა ვიყიდით ყველში. ვის გაგვიყიდით ახლა ყველს? კეთილ საიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვყიდულობთ ჩვენ შინაურებისგან, ავადმყოფისგან, იმიტომ რომ ჩვენს ვჭამთ. ყველის დოკუმენტს აქ ვერავინ ვერ გაჩვენებს. ბრუცელოსზე მაინც კი ბატონო, თუ არ გაჩვენებს უწევს, თუ არ გაჩვენებს უწევს. გზაზეა ეს ხო, ეს საცხობები ხაშურის იმერეთისკენ მიმავალ გზაზე. არის ამით უმეტეს ნებისმიერ გზებზე. არ გაჩერებულ ხარ ამაზათარი გამოდებული რომ არა შენი გადაცემა ამ შემთხვევაში რა ვშებოდით? არსებობს სურსათის სუნევლობის სააგენტო. აი იქ იყვნენ თანამშრომლები. მუშაობენ ხო, მაგრამ იცით რა არის? ჩვენ უბრალოდ ვატელევიზორებთ იმას. არა, გამოდის რომ ტელევიზია უფრო კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ეს საჯაროდ, როდესაც გამოგაქვს, უფრო 10 მაგათ იწყებს მერე მუშაობა სახელმწიფო. ესე გამოდის. ხარა შეეხება თვითონ ამას გზებზე რაც არის ეს. კი, არაერთხელ ყოფილა მომხმარებელი ახლა მიყიდია და მიჭამია, მაგრამ ჩემ მეგობარს მაგალითად ზესტაფონში ვიყავით გაჩერებულები, ავიღეთ ლობიანები, თან ისეთი მოწესრიგებულად ძალიან კარგად ავის Wi-Fi-ც ჰქონდათ, კონდიციონერიც ყველაფერი ჰქონდათ. ლობიანმა ჩემი მეგობარი ძალიან მოწამლა, იმიტომ რომ ბათუმამდე ძლივ ჩავედით, მე სასტრაფო გამოუძახეთ. იცი რა, გარეგნული, აი სილამაზე და სისუფთავე არაფერს არ ნიშნავს. თავარია რა ხდება სამზარეულოში. მე რა არ მესმის იცი გიორგი, როდესაც არიან ძალიან ცოტა, მაგრამ არიან კრიტიკოსები სახალხო კონტროლის, რომლებიც ამბობენ, რომ რა უფლებით შედიხართ, ეს ხო კერძო საკუთრება. ჯერთი მე ჟურნალისტი არ შევდივარ, შედის მომხმარებელთა უფლება დამცველი, რომელიც ამ სფეროში ძალიან გარკვეულია სპეციალისტია მადონა კოიძე. შედის და იმ შენიშვნებს, რასაც აძლევს ხო ბიზნეს ოპერაციას. მე ვფიქრობ, რომ პირიქით გასათვალისწინებელია. ნამდვილად უნდა იცოდეთ, რომ კრიტიკოსები ამ შემთხვევაში ისინი ვინც წერენ ამ კომენტარებს არიან ან ამ კაფეების დაინტერესებული პირები. ანუ ჯგუფის წევრები კიდე დამატებით. იმიტომ რომ ჩვეულებრივ რომ მომხმარებელი როგორც ჩვენ ახლა მოწვეული სტუმრები და იგივე თქვენ და იგივე ოპერატორი ჩვენ ეს გვაინტერესებს და ჩვენ გვინდა ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა შვილებმა მიირთვან ან ჯანსაღოთ კარგი საკვები. იგივე ყველაზე რაც დაიწყოს თემა, ყველი არის ერთ-ერთი საშიში ახლა თავის რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა ერთი რამ, რომ თქვენ შეხვიდეთ ძვირადღირებულ რესტორნებშიც. მე ერთ მაგალითს მოგიყვან გიორგი, მე მესმის შენი არგუმენტი და მსგავს წერილებსაც ღებულობ, რომ მე მაგ გამოცდილება 3 წლის განმავლობაში მე ამ სფეროში მუშაობდი, არაერთ რესტორანში, არაერთ ბარში და კლუბში. ესეც არის. ანუ ქსელურ დიდ სუპერმარკეტებზეც წერენ, ქსელურ რესტორნებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ნახე ერთი მომენტი, რომელიც მინდა აღვნიშნო. წერდა ძალიან ბევრი რესტორან მადაგონზე. რუსთავში არის ესეთი ცნობილი ქსელი, მაღაზიებიც აქვს, საკონდიტრო და რესტორანი. როდესაც ჩვენ წავედით რუსთავში, მივედით ამ მადაგონს, დავინახეთ ვებერთელა რესტორანი ძალიან ლამაზი, აბრებით, შევედით შიგნით სილამაზე, ყველაფერი და მადონას უთხარი, აი ახლა დაიწყება ჩვენი პრობლემები, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან დიდ რესტორნებს და სუპერმარკეტებს აქვს დიდი დაცვა, რომლებიც გამოდიან, გეჩხუბებიან, შეურაცხყოფას გაყენებენ, არ გიშვებენ სამზარეულოში არ შეგიძლიათ პოლიციის გამოძახება და შენ სანამ დაუმტკიცებ რომ რატო გინდა იქ შეხვიდე რა გინდა აჩვენო რატო არ არის პრინციპში მისთვის ეს საშიში ამაში მიდის დრო და მიდის ძალიან დიდი ჩვენი ასევე ენერგია და ნერვები და ჩვენ ასე გადავხედეთ მე და მადონას ეს ერთმანეთს ამ მადაგონს და ვიფიქრეთ რომ ვაიმე აქაც ახლა გველის ძალიან დიდი სკანდალი და რაღაცა და ამბავი მორალურად მოვემზადეთ ამისთვის ესე ამოვიოხრეთ და შევედით. მოვიდა მენეჯერი და ვეუბნებით რომ აი ეს სახალხო კონტროლი და ნუ შეცფა ჯერ ის კაცი და ვაიმე რატო უნდა ნახოთ ნუ ეთქე აი გადაცემა ეგეთი და აშკარად მოულოდნელი იყო რა თქმა უნდა ნუ ყოველთვის მოულოდნელია ჩვენი მისვლა მაგრამ და გითხრა ოღონ ქუდით და ბახილებით კი ბატონო ოღონ ქუდით და ბახილებით მაგრამ გიორგი ახლა გეტყვი ახლა ამ ამბის დასრულებას შეგვიშვა შევიდა მადონა მე შევათვალიერე დარბაზები იმიტომ მე როგორც მომხმარებელი მაქვს უფლება შევათვალიერო დარბაზი საპირფარეში და ასე შემდეგ მადონა შევიდა სამზარეულოში სრული აღჭურვილობით რასაც უყურებდი მე იმას უყურებდა ფაქტიურად კამერებიც ხო ჩემთან ერთად შემოვიდა იმას უყურებდა მომხმარებელი კომენტარი ძირითადად ხო ძალიან კარგია რომ ესეთი წესრიგია და რაღაცა და ვიღაცა წერს
ვაიმე, ესენი გაფრთხილებულები იქნებოდნენ, ეხლა ალბათ უთხრეს რომ მოდიან, ვიღაცამ დაწერ, ფული ექნებათ აღებული. ნუ ეხლა ლიზა, ეს ყოველთვის იქნება. აი, რა გავაკეთოთ, მითხარ. არა და კამერა შედის ჩვენთან ერთად, ფაქტიურად ხო შეუძლებელია იქ რომ აი რაღაც თან რა არის, აი ბევრჯერ ვერ დაასუფთავებ, ეხლა მოდი შევთავაზოთ. აი ზუსტად, ვერ მართალი ხარ, იცით რა ტერიტორია იყო, ბევრჯერ იყო. თან მადონა არის ისეთი ინტრიგანი, ისეთ ადგილებში შედის, სადაც აი საერთოდ წარმოუდგენელია. ამას იტყვის ეხლა პირდაპირ გადაცემაში წარმოუდგენელია, რომ იქ ჯერ რუსთავში რომ ძროხის თავი იპოვე. ეგ ინტრიგნობა, მე ლიზა ეს არის პროფესიონალიზმი. ხალი, ანუ შევიდა შეამჩნია რომ იქ რაღაცა დევს, მე უცებ გადამალეს, იმიტომ რომ დაინახეს კამერები და მადონა ამბობს, არის ძროხის თავი, არ არის ზოგნებია. ვერ გავგე რას ძროხის თავში ზოგადად შეიძლება იყოს აი სოფის შემცვლელი რაღაც აი ესეთი დაავადების აკრძალულია რეალიზაცია. კატეგორიულად აკრძალულია. შევიდა აი იქ დახლის უკან, ეძება და პარკი და ამოიღო და ძროხის თავი. შერლოკ ჰომსია ნამდვილი. ფაქტიურად ორივეს გვინდა ერთი საქმე ვაკეთოთ. ანუ ქვეყანაში რაღაც შევცვალოთ დადებითისკენ. სახელმწიფოს დავანახოთ, რომ არის ძალიან დიდი პრობლემა და უფრო მეტი ძალა არის საჭირო ეს ყოველივე გამოსწორდეს. ელემენტად მაღაზიაში რომ შევდივარ, აი ესე უკაცრავად, აი ესე მოისმებენ ცხვირზე ხელს სადაცაც და მაწოდებენ ამით ფურს. ნუ ამითი ომის უკვე დავიღალე. ეს იცი რა არის, ეს თვითონ ესეთი ეს ადამიანი, ამას ეს შობლება ასეთი გაზარდეს, მაგას ჩვენ ვერ შევეცვლით. სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს? სახელმწიფომ იცი რა უნდა გააკეთოს, უნდა იყოს ძალიან დიდი მოთხოვნა. სახელმწიფომ იცი რა უნდა გააკეთოს სკოლებში. აი არც ეს სკოლაში არ მინახია მე მაგალითად თბილი წყალი. და ზამთარში ბავშვო როგორ უნდა დაიბანოს ცივი ხელები. სკოლაში ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, აი მომავალი თაობაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ და აი იქედან უნდა დაიწყოს სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბება ბავშვებში და ხელის დაბანა ვასწავლოთ. იმან თუ არ იცის გიორგი, ყველა გადაცემაში ჩხუბი. აი თუ არ იცის ხელის დაბანა და საკუთარი ჰიგიენა, ის ჩვენ როგორ სუფთად როგორ დაგვიმზადებს ამას. ვერ ვასწავლით ჩვენ, ვერავინ ვერ ვასწავლით. მე მინდა რომ ჩვენ ვნახოთ შემდეგი ჩვენი რეპორტაჟი, რომელიც უკვე რეკლამის შემდეგ გავა გლდანი საკონდიტრო და ცოცხალი ბეკეკა საკონდიტროში. ეს ბედრო რისია. ძალიან მინდა რომ კამერამ კარგად დააფიქსიროს ჭურჭელი სად არის განთავსებული. და ის ტილო ალბათ დეზობარიერის ფუნქციას ასრულებს, ხო? მაშ ასე გრძელდება დღევანდელი სახალხო კონტროლი, ჩვენ ვართ გლდანში, მე-7 მიკრორაიონის საკონდიტროში. მომხმარების თხოვნით ჩვენ ვიმყოფებით გლდანის მე-7 მიკრორაიონში, ვინაიდან სადღესასწაულო დღეებია და ძალიან დიდი რაოდენობით გადის ნამცხრები, ამიტომ ვნახოთ რა ხდება საკონდიტროში. მოგესალმებით, ჩვენ ტელევიზიიდან ვართ, გადაცემა სახალხო კონტროლი, გვაინტერესებს როგორ მზადდება ნამცხრები. მოსახლეობისთვის რამდენად უვნებლად და რამდენად ხარისხიანად. მართალია თქვენ ქუდები არ გახურავთ, მაგრამ მე ჩავიცმევ და გვაინტერესებს აი როგორ რა პირობებში ხდება ნამცხრების დამზადება. მომხმარებელი ჩვეულებრივად აი ჩემსავით ჩემოდის დარბაზში შეუძლია გაათვალიეროს და მისთვის არ არის დამალული როგორ მზადდება პროდუქტი, ოღონ არ არის გასაგები იცის თუ არა მომხმარებელმა რას უნდა მიაქციეს ყურადღება. დავიწყოთ იქედან რომ ეს არის თქვენი ასორტიმენტი რა არის, რას და რას აკეთებთ? ყველანაირი ნამცხვარი აბსოლუტურად. ნაპოცალობითი ნამცხრებიც, ლისტი ნამცხრები, კრემიანები. ანუ ყველანაირი საკონდიტრო ნაწარს თქვენი პატარა საწარმოში აკეთებთ, ხო? პირველი ახლა რაც არის ის, რომ იქეთ გიდევ დეზობარიერი. აი აქაც უნდა გედოთ დეზობარიერი, ვინაიდან აი ნახეთ გახვედით გარეთ და ფაქტიურად აი ბინძური ფეხი შემოიტანეთ ოთახში. გამიტანე გამწუთას. გავფერთხე. ანუ გაფერთხეთ და ის გაფერთხვა კი არა, შესაბამისი ხსნარი დამუშავება უნდა. ეს არის კრემის მომზადება, ხო? აქ გამწოვი არა გაქვთ. გამწოვი აქ არის. გამწოვი აქ არის ფაქტიურად. დიახ, ოღონ ჩართული არ არის. აი ასე ხდება კრემის მომზადება. აი ეს არის ჭურჭელი.
ეს თქვენია ბოდიში თქვენსაც არ ვეხები არანაირად. აი ეს რა არის? დასანამი სიროფი, მაგრამ აი ეს ასეთი მტვერიანი როა? რაიმე ახლა ფილს რო ხმარობთ ხო ეძება მტვერი. ყოველ წუთს ვრეცხავ, ყოველ წუთს ვალაგებთ და გასაგები. არა, იატაკს დალაგება ნამდვილად ეტყობა. ეს ვედრო რისია? აი ამაში ადრე რა იყო? ეს საკვებისთვის არის გამოსადეგარია საკვებისთვის? ხო, მაგრამ ეს ხო ერთჯერადი გამოყენების არის, ქალბატონო და არ შეიძლება. მოიცადა ის ერთი წუთი მოვწევდი. ტელეობიც მინდა ნახოთ. დამალაპარაკეთ. მომეცთ. ალო. ჩვენ ვართ გადაცემა სახალხო კონტროლი და მომხმარებელთა ფედერაცია მადენა კოიძე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შემოვიდეს, იმიტომ რომ ორივე კარები ღია გაქვთ. და არანაირი პრობლემა არ არის შემოსვლაზე, ეს ერთი. არა, ნამდვილად პატრონიანი ქვეყანაა, უბრალოდ თუ გნებავთ აქავართ და მობრძანდით და გაგცემთ კითხვებზე პასუხს. აუცილებლად გავა და შეგიძლიათ არ დატოვოთ ისე. შეგიძლიათ არ დატოვოთ, კი ბატონო. და ნუ მემუქრებით, დამუქრებაში დიდი მადლობა რომ იმანიშნეთ, აუცილებლად გვერდზე ჩევალთ. კი ბატონო. სხვაგანაც ჩევალთ, მაგრამ ეს არ განთავისუფლეთ თქვენ პასუხისმგებლობიდან, რომ მომხმარებლისთვის გავა, აუცილებლად გავა ქალბატონო, პირობას გაძლევთ. კი ბატონო, იჩივლეთ, ძალიან კარგს იზამთ. კი ბატონო. უფროსობა არ ნიშნავს იმას, რომ დაკეტილია ეს ჩვენ არ შემოვარდნილვათ ჩვეულებრივად კარები ღიაა და ძალიან მარტივად როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი ისევე შემოვედით ჩვენ. არანაირი პრობლემა შემოსვლაზე არ ყოფილა აბსოლუტურად, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ მით უმეტეს, როდესაც ნამცხრებს აკეთებთ, კარგი იქნება თუ გადატიხრული გექნებათ და ნებისმიერ ადამიანს არ ექნებათ სახში შემოღწევადობის უფლება. კარგად ზარდებოდეთ. აზრი საუბარს არა აქვს, რა თქმა უნდა, ბიზნეს ოპერატორი ძალიან განაწყენდა. მაგრამ იმის მაგივრად რომ შენიშვნები მოგცეს, ჯობია რომ საწარმოში შესაბამისი პირობები შექმნას. ძალიან კარგი იქნება თუ მაცივრებში მოთავსებულ ნამცხრებზე სტიკერები იქნება განთავსებული, რასაც კანონი ავალდებულებს ბიზნეს ოპერატორს, ვინაიდან მომხმარებელმა შეძლოს გარჩევა, როდის არის დამზადებული ნამცხვარი. თუმცა არ ვიქნები ობიექტური, რო არ ვთქვა, აბსოლუტურად ვიზუალურად ყველა ნამცხვარი არის ახალი, ძალიან ლამაზად და გემრიელად გამოიყურება და სუნი ტრიალებს აქ არაჩვეულებრივი მადი სამუძვრელი, მაგრამ არსებობს მაგრამ. მაცივარი სათანადოდ უნდა სუფთავდებოდეს. არა, ტორზი არ არის მარტო, აი თვითონ რეზინი არის დაუსუფთავებელი. აი. არა, ერთი არ არის დასუფთავებული და მეორე სუფთაა, აი ნახეთ. აი. ნახეთ, მეორე სუფთაა. ყოველთვის ჩვენ ვართ სუფთად, ნებისმიერ მომენტში მობძანდით, რისის საშუალებაც არის აი ამ პატარა ცეხში ყველაფერს ვაკეთებთ. ეხლა ერთი რაღაცა პატარა ნამცეცი რო ჩამოვარდეს მაცივარში, ეგ მე მგონი პრობლემა არ არის, ხო? როცა კლიენტს ვემსახურები და მიაქვს ახლა ნამცხვარი და ხელი წყალი არის. ყველაფერი გვაქვს, რაღაც ცივი წყალიც არის. სველი წერტილი სადა გაქვთ? ხელი წერტილი აგერა. აქა გაქვთ სველი წერტილი. და ის ტილო ალბათ დეზობარიერის ფუნქციას ასრულებს, ხო? მე მირჩევნია, რომ თვითონ მომხმარებელმა დაათვალიეროს და კამერები ამის საშუალებას გაძლევთ. მე ფაქტიურად კომენტარი დავასრულე, იმიტომ რომ ძალიან პატარა არის თვითონ ტერიტორია, ძალიან რთულია მე მესმის რომ პატარა ვიწრო ტერიტორიაში სანიტარული ნორმების დაცვა. მაგრამ აი ზედაპირები ძალიან მართლა ვისურვებდი, რომ სადაც არის პროდუქტი განთავსებული იყოს შესაბამისად მოწესრიგებული, თუმცა აი ეს არის მოწესრიგებელი და დანარჩენი მოწესრიგებულია, რასაც ვყურებ. ანუ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით მოაწესრიგეთ.
საკონდიტრო გლდანის მე-7 მიკრორაიონში და მადონას მინდა ვკითხო, რას ნიშნავს პატრონიანი ქვეყანა, რაზე იყო საუბარი? თქვენ ხარ გონიათ, რომ ეს საწარმო უპატრონო არისო. ანუ ალბათ ვიღაც ლობი ყავდა და აქედან გამომდინარე იმ ლობით ეცადა რომ დამუქრებოდა. ნუ ჩვეულებრივი მომენტი ახლა ლიზა, მაგას რომ ჩვეულები ვართ, კარგად იცი რომ იმას დაურეკავ, იმას გაესაუბრეთ, ამას გაესაუბრეთ და ასე შემდეგ. გიორგიმ გააკეთა ესეთი კომენტარი, რომ ტელეფონიც ჭუჭყიანი იყო. საშინლო ჭუჭყიანი, გაყვითლებული იყო, მაგრამ იცი რა მინდა დავამატო აქ. აი ამ შემთხვევაში უკვე მოსახლეობის დანაშაულზეა საუბარი, იმიტომ რომ როდესაც მივდივართ იგივე საკონდიტროში, როდესაც ტორტი მოგვაქვს, იგივე რაღაც ნამცხრობი, არავინ არ აკვირდება დროს, ან როდის არის ეს დამზადებული. აი ამაზე იყო ახლა. მით უმეტეს იქ გიორგი, აი თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს შევიდეს. თუმცა აი ზუსტად რომ ტორტებზეა საუბარი, ტორტი არის რძის პროდუქტებისგან დამზადებული. მე იცი რამ შემაწუხა იქ ძალიან, აი ბევრჯერ ვკითხე, უბრალოდ რეზერვუარებში შაშიც იყო მოთავსებული კრემი. იმ სათლში კრემი სადაც იყო, ეს ტილო იყო თუ სპეციალური არა, ლიზა, ეს იყო სპეციალური მოწყობილობა დასახატად დიახ. ისე იყო არა ესთეტიკურად ჩამოკიდებული არასასიამოვნო რა თქმა უნდა და ნაჭრის ყოველდღე დაუშვებელია, იმიტომ რომ მისის შესაბამისი გარეცხვა და დეზინფექცია ვერანაირად ვერ მოხერხდება და ფაქტიურად იმას გამოხარშვა და თელი ისინი ჭირდება პროცედურები. აქ პრობლემა ის არის, აი კანონით როგორ ისჯებიან ეს ადამიანები. ნუ გავიგეთოთ დახურეს და ჯარიმა რა, აი რა არის? ჯარიმა რა არის 1000 ლარი. აი ხო ხედავთ აი პრობლემა ნახეთ გადაიხდის და ისე მომხარებლის ჯიბიდან ამოიღეს ვერ იმათაც. და ნახეთ პრობლემა იხა არ მინდოდა ხე მე გამეჟღერებინებ და არეგონოს ვიღაცას ვერ ვამე მე დავიღალე ამით საუბარი ძალიან დაბალი საჯარიმო სანქციებია. საკონდიტროში რამდენჯერ ხო იქ ხვალმე იცხოვროთ. იმას ურჩევნია 1000 ლარს გადაიხდის და იმ სიბინძურეში დაწამლავს ხალხს. სადაც მიყიდია ყოველთვის მივდივარ ხოლმე და ვეუბნები ხოლმე, რომ ეს არის გაფუჭებული რძით გაკეთებული. ერთი რამ იცოდეთ, ეს საიდუმლოს გაგანდობთ უმეტეს შემთხვევაში, ვიცი უბრალოდ ეს ამბები. ხშირ შემთხვევაში ხოლმე კრემში საერთოდ რძესაც არ ხმარობენ, მოდით ახლა. ძის ფხვნილი. არც ძის ფხვნილს არ ხმარობენ, ძალიან კარგად წყალზეც აკეთებენ და ძალიან ცუდ მარგარინსაც დებენ შიგნიდან, რისგან გამოყავთ კრემები ხა. თუ ეს დეტალები გინდათ, მე აუცილებლად დაგაკავშირებთ იმ ადამიანმა, ვინც კონკრეტულად იცის. ხშირ შემთხვევაში ისეთი რაღაცა შემადგენლობისგან კეთდება კრემი. კაცმა არ იცის რა. რომ შეიძლება საერთოდ ჭკუიდან შეიშალოთ. ესეთი არგუმენტიც არსებობს, რომ იცით რა არის, თუ გინდათ რომ იაფად იყიდოთ, ფუნთუშა, კოსაკოდისო ნაწარმი, იქ უკაცრავად კარგი ვერ იქნება. იაფად რაიმე, სადღა არის იაფად. მასწავლეთ. ეს გარეთ მეგობარს ესა, სადღა იაფი ცხოვრებას აღარსად არ არის, არ არსებობს იაფი ცხოვრება. მაგრამ ნახეთ, ტორტი არსებობს 15 ლარიანი და ასეთივე ფორმის ტორტი არსებობს 35 და 40 ლარიანი. და თუ ადამიანს არ აქვს რომ 40 ლარი გადაიხადოს ტორტში, ის ყიდულობს 15 ლარიანს. აუცილებლად უნდა იყოს უვნებელი. შეიძლება 35 ლარიან ტორტში იყოს დამატებული ნიგოზი, შოკოლადი და ასე შემდეგ, რაც აძვირებს ფაქტიურად, მაგრამ მე ზუსტად გავიგე შენი კითხვა, რომ ადამიანი როდესაც აი ფინანსურად არ არის ძლიერი და ირახტო რა, ხო, ნუ მე არ მაქვს ამდენი ფუფუნება, რომ ვიყიდო ძვირადღირებული და ვყიდობ იაფებს, მაგრამ ეს რაც ნიშნავს, რომ ყიდულობ იმიტომ, რომ მაინც და მაინც ტორტი ვჭამო და იმაზე არ ვფიქრობ, რომ მე მოვიწამლები და ნუ კაი, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, ჩემი ოჯახის წევრებს მოვწამლავ. მოდით ნახოთ ჩვენი უკვე ბოლო რეპორტაჟი, კვლავ გლდანი, მერვე მიკრორაიონი და აი სათაური და გავაჟღერო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა გვიყვარს ეს უცხოურად ინგლისურენოვანი სათაურები ლამაზად ჟღერს. ქართუხის შოურუმი. ჩვენი შემდეგი გაჩერება გლდანის მერვე მიკრორაიონი, შოურუმი. აქ მზადდება ორცხობილები და სხვადასხვანაირი ნამცხრები, ასევე პიცა და ძალიან დიდი ასორტიმენტი აქვს, აი შეგიძლიათ ასორტიმენტი ნახოთ და შევიდეთ აბა შიგნით რა ხდება. ვინაიდან ახალი წელია, გვაინტერესებს ნამცხრები რა პირობებში მზადდება. ერთი ადამიანი მჭირდება, ვინც გიდობას გამიწევს, მე ჩავიცვამ ვახილებს და ხალას, რომ არ დავაბინძუროთ თქვენი ტერიტორია.
ჭურჭელი, რომელშიც მზადდება ცომი და კრემი. ეს არის ტუმბო, სატუმბავი, გაჭედილი კანალიზაციის და აი რა პირობებში არის ჩაყრილი თვითონვე ნახეთ. აქ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ფაქტიურად ანტისანიტარია. და მით უმეტეს თუ გავითვალისწინეთ, რომ ნამცხრები არის ძალიან მაღალი რისკის პროდუქტი, აი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აი ესეთი ღრუბელი არსებობდეს, აი ესეთი კილოები არსებობდეს, აი ესეთი კილოები და ძალიან მინდა რომ კამერამ კარგად დააფიქსიროს, სად არის აი ჭურჭელი, სად არის განთავსებული, აი. და აი როგორ არის განთავსებული ტომბო. აი. აი ეს ყველაფერი. და ამის ხელმძღვანელი მოვა და პრეტენზიას განაცხადებს ის, რომ მას აქვს ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა. იატაკის მთლიანობაც არ არის შენარჩუნებული ფაქტიურად, მისი დასუფთავება არის ძალიან ძნელი. და უბრალოდ მე არ ვიცი კომენტარი რაზე გავაკეთო. მიგვითიდეს მოსახლეობა, ვინაიდან ახალი წელია თქვენთან ყიდულობენ პროდუქციას და რამდენად უვნებლად და ხარისხიანად მზადდება. თუ გნებავთ მობრძანდით, მე აქა ვარ. თქვენ რეკლამა გნებავთ? ანუ 6-ში თქვენ მე მიხემძღვანელებთ და მეტყვით რა უნდა გადავიღო და რა არა. ბატონო ნიკოლოს, ჩვენ ზუსტად ფორმატია გადაცემის ის, რომ ჩვენ შევდივართ მოულოდნელად და რეალურ სურათს ვაჩვენებთ რა ხდება ძალიან აღშფოთებული და ძალიან არ მომეწონა ყველაფერი და იმის მაგივრად რომ დამემუქროთ ჯობია გირჩევთ ჩემი რჩევა ადამიანური რჩევა არის ჩემი რომ ჯობია რომ საწარმო მოაწესრიგოთ. კარგით, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მე არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, ელემენტარული, აი ის რომ ბადეები უნდა იყოს სარკმელზე, ესეც ალბათ იცის ბიზნეს ოპერატორმა და ელემენტარული პირობები რომ უნდა იყოს დაცული, სადაც ნამცხრების დამზადება ხდება, ესე ძალიან მარტივი არის და ამას არ ჭირდება შესაბამისი ცოდნა. უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთვის გაამზადონ უვნებელი პროდუქტი. თუთის შოურუმი გლდანში. ის რაც ჩვენ ვნახეთ, საკონდიტროს გარდა ყველაფერს გავდა. ჯერ ეს სატუმბი, მერე ეხლა საუბრობდნენ ჩვენი სტუმრები, წარმოგიდგენია თუ ეხლა იმას როგორ ეცხავენ იმ ჭურჭელს და მე განმეორდები რა ვთქვი სიუჟეტის გასწვრის დროს, რომ ისინი კი არ უნდა დახურო, უნდა დაიჭირო ეს. რომ ესენი აი ეს გამოდის გამიზნულად ადამიანებს წამოაყ რა. კი, ნამდვილად. ეს არის გამიზნულად ჩადენილი დანაშაულები. მეცნიერების ჯგუფმა შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყანა და როდესაც აღმოაჩინეს, რომ ანუ დადეს ესეთი დასკვნა, თუ კი 17%-ზე მეტია უხარისხო და მავნე პროდუქტის რეალიზაცია ქვეყანაში, ესე იგი ქვეყანაში არის დენადი გენოციდი. ჩვენ ეს მინდა კიდე აი ჩვენთან რა ხდება? 17%-ზე არ არის საუბარი, ხო? რამდენზეა ჩვენთან საუბარი? არა, ჩვენთან არის ის ჩვენ მოსახლეობაშია პრობლემა, იმიტომ რომ ამაზე უნდა გამოთქვან საყვედო, იმიტომ აი მე რამდენი შევდივარ ხოლმე მაღაზიაში, აი რომ შევდივარ აი ჩემს სახთან მაგალითად არის მაღაზია, საშინელებას რომ ხედავს იბინძურებს, ბოდიჭილი ფუფიტყვი გავძივარ. რიტონა ხალხი დგას, მე ვიყურები როგორც ინტრიგანსაც საზღარ ადამიანს და რაღაც იქ არ მოგეწონათ ეს პირველ გლდანის მე-7 მიკრორაიონში რომ ვათვალიერებდით საკონდიტროს და ხელმძღვანელი რომ ჩემთან რა გინდათ აი გვერდით შედით ანუ ჩაუშვა ეგრევე მომენტალურად ყველა ისე აღშფოთით ამ გლდანის საცხობზე თუ არც ვიცი რა იყო ეს ჩვენ თავარი დაგვავით, ეს პატარა ბეკეკა დაგვავით. ხო, პატარა ბეკეკა. რა თავარი მივიდა და ის აღშფოთით სხვა რაღაცა ბეკეკა უკან ჩამოვწიე, ბეკეკა სადაც რა უნდა და ეხლა ცხოველს. მე გითხარი, შინაურ ცხოველად ყავდა, იმქალმა ისე აიტაცა ხელში და ჩაიხუტა.
საქართველოში წელს დაფიქსირდა უკვე შობადობა საჯობა სიკვდილიანობა. საერთოდ აღარ გვაინტერესებს რომ ანუ ერის გენოციდი მიდის სხვადასხვა თუ ადრე იყო ომით გენოციდი და შემოვარდებოდა დიდი სახელმწიფო და გაგანადგურებდა ეხლა გენოციდი არის სხვა გზით. ჩვენ თვითონ უწყობთ ჩვენ თავს გენოციდს. აი ის არის დამნაშავე ის ბიზნეს ოპერატორი. როდესაც ჩვენ ვიყავით, აი დასაწყისში კიდე ხო სექტემბერში, როდესაც ვიღებდით გადაცემებს და აიო ჩვენ საწყალ ხალხს დაგვერიეთო, მოდიხართო აქო გამოწვევთ, არიცითო რა ხდებაო ქვეყანაში. შეიძლება ეს იყოს არგუმენტად, როდესაც შენ არიცავს სისუფთავეს, არიცავს სანიტარულ ნორმებს, შენი საკვებით შეიძლება მოწამლო ძალიან ბევრი ადამიანი და შენთვის არის გასამართლებელი რომ საერთო ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე საქართველოში. რატოა ეს გამართლება? ამიხსენით. აი ხა მინდა რა თქვა, ეს არის საღორია რა. სახში რომ მიხვიდეთ, იდეალური სისუფთავე ექნებათ. დარწმუნებული ვარ მეც. ესე იგი, დამჯერეთ დღეს საქართველოში საერთოდ დააკვირდით ნებისმიერ სადარბაზოში. სახლიდან სახლში რომ შეხვალ ვიღაცათან იდეალური სისუფთავე. გადმოდგავ და საღორე. ზე კატასტროფა. რა გვემართება? უნდა გაშუქდეს თუ არა ის, რასაც ჩვენ კამერებთ ვიღებთ და რასაც ჩვენ ვხედავთ. უნდა გაშუქდეს კი არა. 10 მაგაც უნდა იყვიროთ, იქნება ვიღაცას აი 100 ადამიანიდან ერთმა მაინც გაიგონოს ეს ყოველივე და საჭირო გადაცემა, რომელიც ჭირდება ხალხს და თქვენ ხალხს ეხმარებით, ანუ თქვენ არაკეთებთ უბრალოდ თქვენ ნამდვილად ეხმარებით ხალხს. მით უმეტეს რომ ჩვენ არანაირად არ აგვაქვს სადამსჯელო ფუნქცია, ჩვენ მხოლოდ ვასახავთ რეალობას. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ყველას, გემშვიდობებით ერთი კვირით. იქაც ტარაკანა. აი, იქაც ტარაკანა, ნახეთ? აი. ვა, რამდენია? აბსოლუტურად ყველა კუთხეში, სადაც მივადეკი, ყველგან აბსოლუტურად უამრავი ტარაკანა. აბსოლუტურად ყველგან. არის სიგარეტის ნამწვავი. აი, ნახეთ რა მდგომარეობაა. დღესდღეობით საწარმო დაიკეტება კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე.